აი სუფიზმი იყო ძალიან მძლავრი, ესე იგი მოძრაობა, სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობადაც იქცა და სუფიზმისაგან შემდეგ წარმოიშვა ჰურუფიზმი, ეს იყო იმადეტინ ნასიმის მასწავლებლისა, ფაზლულლა ნაიმისა სწავლება, რომელიც სიკვდილით დაასჯევინა თემურ ლენგმა. დააბრალა რა მას რომ ეს იყო ესე იგი მკრეხელი. ჰურუფიზმის ის მთლიანად იზიარებს, ესე იგი სუფიზმის ამ განწყობილებებს და ასე შემდეგ, ოღონდ ის წარმოდგება არაბული სიტყვისაგან ჰარფ, რაც ნიშნავს ასო ნიშანს. ხო, აი არაბული ამბანის მისტიფიკაცია ხდება. მაგალითად, მე არ მაქვს ახ შესაძლებლობა გაჩვენოთ, თქვათ არაბული რ იწერება ასე, ხო? ანუ ზემოდან ქვემოთ, ოღონდ მორკალულად, მაგრამ თუ ჩვენ მას თუ ასე იწერება, ასე გავაკეთებთ და ორ რს დავწერთ, ის იქნება ადამიანის წარბები. ხო, შემდეგ ესე იგი მოდის ემი, რომელიც მაგალითად იქნება ცხვირი. n იწერება ასე, ხო? წერტილით და ეს ტუჩპირია და ასე შემდეგ. ანუ ჰურუფიზმი ამბობს, რომ ადამიანის სახეც და არა მხოლოდ მისი სული არის ხატება ღვთისა. ანუ მე როდესაც ვუყურებ შენ სახეს, ღმერთმა თავის ხატად შექმნა შენ, ეს სულიერ პლანსაც გულისხმობს, მაგრამ გარეგნულ პლანსაც, ხომ? და შენ სახეზე მე შემიძლია წავიკითხო ეს ნიშნები ღვთაებრივის, ხომ?